სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ერთად წირვისა და მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ მშვიდობიანად არ ჩაივლის და მერე ადამიანის სული ძალიან მძიმდება, ესე იგი. რატო ამბობ, ყოველი წირვის ბოლოს მადლობ ღმერთს, სადაც წირვა ხო სამადლობელია. 2017 წლის ნოემბერი, ესე იგი, რომ რაღაცა განსაცდელი შეგვემთხვა წირვის დროს და ძალიან მძიმეა, იმიტომაც როდესაც თქვენ საზიარებლად მოდიხართ ხოლმე, სულ გაეუბნებით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო იქ წმინდა ნაწილებთან, სიწმინდეებთან, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ყოველი წარმოთქმული ლოცვის გამო, ყოველი წირვის გამო ჩვენ ღმერთს უნდა მადლობდეთ, ესე იგი. განა ის კი არა, რომ აი ჩვენ ეს შევძელით და ეს გავაკეთეთ, ეს კი არ არის, არამედ ღმერთს უნდა მადლობდეთ. დღეს არის ამაღლების დღესასწაული. თქვენ იცით, რომ აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეცხადებოდა ასწავლიდა სასუფეველის შესახებ. პირველი გამოცხადების დროს მოწაფეებმა არ დაიჯერეს, იმდენად თან უხაროდა, თან უკვირდა, თან ვერ იჯერებდა, ბოლომდე ხა თავისთავად ცხადია ადამიანისთვის შეუძლებელია, რომ ეს დაეჯერებინათ, რომ ის მკვდრეთით აღდგებოდა. მერე და მერე ხვდებოდნენ, რომ თურმე ეს რაზე ამბობდა. აი დღევანდელ სახარებაში იყო, რომ განუხნაო მათი გონებანიო, რომ ის რაც იყო იესო ქრისტეზე დაწერილი, ის რომ გულისხმა ეყოთ, ის რომ მას რომ მიმხვდარიყვნენ, რომ იესო ქრისტეზე იყო. ესე იგი, ბოლო დარიგება, ბოლო ლოცვა-კურთხევა მისცა, როდესაც მაცხოვარმა მე-40 დღეს აღდგომიდან ელეონის მთაზე წაიყვანა იგივე ზეთისხილის მთაზე მოწაფეები, ბოლო დარიგებები მისცა და უთხრა, რომ იერუსალიმს არ განშორდეთ, რადგან სული წმინდა უნდა მოსულიყო მათზე და ისინი საქადაგებლად უნდა წასულიყვნენ და ყველასთვის უნდა ექადაგა და ვინც ირწმუნებსო, ის გადარჩება. და როდესაც მაცხოვარმა დალოცა და აკურთხა და ბოლო დარიგებები მისცა და ზეცად მაღლდებოდა, მოწაფეები უყურებენ ზეცად აღმავალ მაცხოვარს და ამ დროს მათ ორი ანგელოზი გამოეცხადება და ეტყვიან, რომ გალილეველო კაცებო, იცით თქვენ, რომ მოწაფეები გალილეველები იყვნენ, რატომ უყურებთ ეს ზეცად აღმავალ მაცხოვარს? ის როგორც ამაღლდა, ისევ დაბრუნდება. ანუ აქ არის წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. დღიდან ქრისტეს ზეცად ამაღლებისა, ამ ჟამს, თუნდაც იმ ჟამს ახლა რაში ცხოვრობ, თუნდაც იმის მერევე დღეებს ეწოდება, ესე იგი მეორედ მოსვლის ჟამი. იმიტომ რომ დღიდან მისი ზეცად ამაღლებისა, ადამიანები ელოდებიან მის დაბრუნებას და აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოლოდინი, ასე იგი, და ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება, ჩვენი სულიერი მდგომარეობა მისი დაბრუნების ჟამს, ესე იგი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ აი ადამიანი ამისთვის ემზადებოდეს. მორწმუნე ადამიანი ამ მოლოდინით ცხოვრობს და ეს ჩვენ სარწმუნოების სიმბოლოში ვიწერია, რომ მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმის ამის საუკუნისას. მკვდრეთით აღდგომას მოველით და მარადიულ, ანუ დაუსრულებელ ცხოვრებას მოველით. და ქრისტიანი ადამიანი აი ამ წამსით ცხოვრობს. ეს კი არ არის, რომ მარტო უნდა დაიზეპიროს ადამიანმა და უნდა რაღაცა მარტო როგორც ლოცვა ესე წარმოთქვას. არამედ გაშინაარსებულად უნდა გქონდეს ჩვენ ამას მოველით. აი რატო გიხარია ქრისტეს აღდგომა, რომ ესე იგი ქრისტე მოკლეს, მაგრამ მაინც ბოლო ვერ მოკლეს. სიცოცხლემ გაიმარჯვა, ესე იგი, სიკვდილი დაითრგუნა. და ჩვენ გვიხარია და წამს
და ვისიც გწამს სწორედ ის აღდგა მკვდრეთით და ჩვენც მოგვანიჭა ეს მკვდრეთით აღდგომა. ქრისტე ამაღლდა ზეცად ადამიანური ბუნებით, ადამიანურ ბუნებაზეა საუბარი და ჩვენც ეგ გველოდება ესე. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი სულიერად იცხოვრებს, ადამიანიც უნდა ამაღლდეს ზეცით. ადამიანური ბუნება აღამაღლა ქრისტემ ზეცად, ესე იგი და თვითონ ჩვენთაგანს მიეცა შესაძლებლობა, რომ ესე იგი ღვთის წიაღში იყოს, სასუფეველში იყოს. ერთ-ერთ საუბარში მეუფე ანდრია ამბობდა, რომ ჯერ კიდევ წლების წინ საეკლესიო ჟურნალში წავიკითხე. მეუფე ანდრიას სიტყვები იყო, ინტერვიუ იყო რაღაც და ზუსტად არ მახსოვს ციტირება, მაგრამ შინაარსი ესეთი იყო, რომ როგორი მშვენიერი არისო მონანული ადამიანი. აი მონანული ადამიანი საკუთარ ცოდებს რომ განიცდის. როგორი მშვენიერია ესე იგი, აი შეიძლება ადამიანი გარეგნულად ძალიან ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ ის საკუთარ ცოდებს არ ნანობს, იმას ეს მშვენიერება აკლია. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს რაღაცა ისეთი ნაკვთები, ისეთი თუნდაც შესამოსელი თუ სამკაულები, მაგრამ ადამიანი ნანობს თავის შეცდომებს და ეს იყოს მისი ყველაზე დიდი სამკაული. და ესეთი ადამიანი, ესე იგი, გულქვა ადამიანსაც კი გულს მოულღობს თავისი ამ მდგომარეობით და მოწყალე ღმერთის გული საერთოდ შეიტკბობს ასეთ ადამიანს. აი ამას წინათ ერთ-ერთი ქალბატონი ვაზიარეთ, ესე იგი, რომელიც თუ არ ვწდები პირველად ეზიარა და მეორე მესამე დღეს გარდაიცვალა. აი სახარებაში რო არის მე-11 ჟამის მუშაკი. მოგახსოვთ მე-11 ჟამის მუშაკი. ისიც 1 დინარით დააჯილდოვა ბატონმა. ანუ ისიც აცხოვა. ვიღაცა პატარაობიდან მოდის, არის აი პატარა ბავშვები ზოგს მორწმუნე მშობლები ყავს და თავის დროზე კიდევაც მონათლავენ, კიდევაც აზიარებენ. ეს პირველი ჟამის მუშაკია, თავიდანვე მოვიდა. ვიღაც ახალგაზრდობაში მოვა, ვიღაც მოხუცებულობაში. ვიღაც სულაც ესე, აი რაზეც ახლა ვამბობ, ახსარება თქვა. თან როგორ სასიხარულოა მოძღვრისთვისაც, ესე იგი, როდესაც ესა თუ ის ავადმყოფი ადამიანი, აი მართლა რომ გძნობ, რომ ის ნანობს თელ თავის ცხოვრებას და ამას აღიარებს და რომ გძნობ, რომ ეს ადამიანი ღმერთის მოწყალებით შეიძლება რომ გადარჩეს და ცხონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით მისი ცხოვრება როგორ გაატარა, მაგრამ აი ეს ბოლო დღეები, ბოლო წლები ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლო განწყობა, ბოლო ამოსუნთქვა, როგორია ადამიანისადმი. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თუ ადამიანი ჯეროვნად მოემზადება თავისი პირადი გარდაცვალებისთვის, ის საყოველთაო სამსჯავროსგან შორს იქნებას თუ ახლოს, ის სამსჯავრო არანაირ ხიფათს არ შეიმთხვევს. ჩვენ თუ ჩვენი პირადი გარდაცვალებისთვის ასე ჯეროვნად მოემზადებთ. ამიტომაც აი მორწმუნე ადამიანი, როდესაც გაწვება, იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ესე იგი ხვალ და ზეგრა ხორციელი გეგმები უნდა განახორციელოს. არამედ იმაზე ფიქრობს, რომ ღვთის წინაშე რო წარდგება, რა პასუხი უნდა მისცეს. ფიქრობს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ წუხს და ფიქრობს და ლოცულობს თავის შვილებზეც, ესე იგი, რომელიც ასევე ღვთის წინაშე უნდა წარდგნენ. და ასე ლოცით და ასე ღვთისადმი ვედრებით და ამაზე ფიქრში უნდა იძინებდეს. როგორც წმინდა იოანე სინელი ამბობს, სიკვდილზე ფიქრმაო შენთან ერთად დაიძინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ამაზე ფიქრობდეს და არა მარტო ძილის წინ, არამედ მორწმუნე ადამიანი გარდაცვალების წინაც ამაზე ფიქრობს, რომ თვითონ კი მიდის ღვთის წინაშე უნდა წარდგოს და ამას შიშობს. შეუძლებელია ამაზე არ შიშობდეს, თუ ის სწორად უყურებს და თავის შვილებზეც ფიქრობს, ვინც აქ რჩებიან. მე ადრე არაერთხელ მოგიყევით ეს ამბავი. ერთ-ერთი მორწმუნე კაცი იყო,
რომელიც გარდაცვალების წინ თავის შვილს დაიბარებს და ეტყვის, რომ ესე იგი ერთი სათხოვარი მაქვს, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს ოთახში შემოხვიდე 40 დღის განმავლობაში, 15 წუთით შემოდი. არაფერი არ გააკეთო, უბრალოდ დაჯექიო სკამზე და 15 წუთის შემდეგ გააგრძელე შენი ცხოვრება. ეს ვაჟი ვერ ხდება, რატომ უნდა გააკეთოს, მაგრამ მამაა და რადგან სთხოვა, უნდა გააკეთოს. აბა ამაზე უარის თქმა არ გამოვიდოდ. ამიტომ შედის ეს ბიჭი, ესე იგი, ყოველდღიურად მამის ოთახში დაждდება 15 წუთით, უბრალოდ თხოვნა იცავ, რომ არაფერი არ უნდა გააკეთოს. თუ დაждდებოდა 15 წუთი და სიტყვაზე დღევანდელი გაგებით ინტერნეტში შევიდო და საერთოდ ვერანაირ სარგებლოს ვერ მიიღებდა. უბრალოდ უნდა დამჯდარიყო და რაც მოხდებოდა, ის უნდა მოხდარიყო. და რა მოხდებოდა? ფიქრობდა ალბათ ეს შვილი. მამაზე ფიქრობდა, ახალი გარდაცვლილია. გუშინ უყურებდა მამას და დღეს უკვე აღარ ყავს მამა. ხო ფიქრობს, სად არის, რა მდგომარეობაშია. ფიქრობს და ამ დროს თუ ადამიანს უყვარს, თულაც ურწმუნა რო იყოს, თუ უყვარს თავისი მშობელი, ის ისურვებდა, რომ მამა ისევ ცოცხალი ყოფილიყო, თუნდაც იქ არ ყოფილიყო, თუნდაც მის თავს ვერ დაენახა. მაინც ეს სურვილი ექნებოდა. და გამოძებნიდა ყველანაირ საშუალებას, ოღონდაც მამა ცოცხალი ყოფილიყო. და ალბათ ამ ფიქრებმა მიიყვანა იქამდე, რომ შეიგი აღმოაჩინა, რომ ეს წუთისოფელი ამოვებაა და მეტი არაფერი. დაიწყო გარდაცვალებაზე ფიქრი. დაიწყო მარადიულ სიცოცხლეზე ფიქრი. ეხლა ისე როგორ კაცს რაღაცა სადღაც ხურმოკლით არ მოესმინა, მაგრამ როცა ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ეს ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება და თითქოს ის სიტყვები უბრალოა. მაგრამ როდესაც ჩვენ ეს დაგვაინტერესდება და როგორც ჰაერი ისე გჭირდება, მაშინ ყველაფერს გავიხსენებთ, თუ სადმე რამე მოგვისმენია. აი შეიძლება ადამიანს დაუშვათ, აი სახურავიდან წყალი არ ჩამოსდის და ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ აი თურმე ესა და ეს ხელოსანი ყოფილა კარგი, რა. ჩვენ არ აქცევ ყურადღებას, მაგრამ საკმარისია შენს ოთახში დაიწყოს წვეთა წყალმა, მაშინ გაიხსენებ. იცი რას ამბობდნენ ისინი, ვინ ყოფილაო კარგი ხელოსანი. აი ასე ეს ბიჭიც დაფიქრდა რაღაცებს. 40 დღე რომ გავიდა, ის მივიდა ტაძარში, აი ამ ფიქრებმა ის მიიყვანა ტაძრამდე, მიიყვანა აღსარებამდე, მიიყვანა ზიარებამდე, მიიყვანა იმის ცნობიერებამდე, რომ ეს წუთისოფელი დროებითია და არის მარადიული სიკეთე, რომელიც ადამიანს ელოდება, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ადამიანს. და აი რატო ამბობდი, რომ მამის განწყობა ეს იყო, რომ დარდობდა შვილზე, რომელიც ჩაფლული იყო ამავე საზრუნავებში და ღმერთს ვერ ხედავდა. თითოეული მშობლის საზრუნავიც ეს არის, რომ თვითონაც და მისმა შვილმაც დაინახო ღმერთი, რომ ესე იგი ტყუილად არ ჩაიაროს ამ წუთისოფლის ცხოვრებამ და არა მარტო დაინახო ღმერთი, არამედ მოემზადონ იმისათვის, რომ როგორც მოციქულებს ანგელოზზე მოუთხრეს, რომ ის კვლავ დაბრუნდება, როგორც ზეცა დაღმავალი იხილეთ. და აი როდესაც დაბრუნდება, ჩვენ ღვთის წინაშე წავდგეთ იმედიანები, ესე იგი. და მისი მოწყალების იმედად წავდგეთ. არა საკუთარი დამსახურებების, არამედ მისი მოწყალების იმედად. არა თავაწეულები, არამედ თავდახრილები, მაგრამ გულში მისი იმედი გქონდეს, რომ ის გვაცხოვნებს ჩვენ. და აი ეს არის სწორედ ჩვენი ამ წუთისოფელში ცხოვრების მთავარი ღვაწლი, რაც უნდა ადამიანმა აღასრულოს. ღმერთმა ინებოს, რომ როდესაც ის კვლავ დაბრუნდება, ჩვენ თავის მარჯვნივ დაგვაყენოს და როგორც სახარებაში წერია, ჩვენც გითხრას ის სანატრელი სიტყვები, რომ რადგან ამ მცირეში ერთგული იყავითო, თქვენ დიდზე დაგადგენთ. რადგან ამ წუთისოფელში დამაპურეთ თუ შიშველი შემოსეთ თუ ავადმყოფი მომინახულეთ, ახლა თქვენ მარადიული სიხარული გელოდებათ. აი სიტყვები ჩვენც გაგვეყონოს თითოეულს. ღმერთმა დალუცვილი და გახარებულები გამყოფით.